ქართული სპორტსმენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ქართულ მორაგბეთა 16 პროფესიონალი და მოყვარულთა ნაკრები ბათუმში ქვიშის ფესტივალში სწორედ ამ მიზნით მონაწილეობს. ქალთა ძალადობის დაგმობის იდეას პროფესიონალი სპორტსმენები და ჟურნალისტები შეუერთდნენ. რაგბის ფესტივალი ბათუმში 2 დღის განმავლობაში გაიმართება. გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ და აქციებს მოაწყობენ. ყოველი 11 ხალი არის ესეთი მსხვერპლი ძალადობის საქართველოში, რაც ძალიან პროცენტულად დიდი მაჩვენებელია. ჩვენც არ ქონდა აქამდე ინფორმაცია, მივიღეთ ეს ინფორმაცია, ჩვენ ვცდილობთ, რომ მთელ საქართველოს იგივე სპორტულ სამყაროს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ამის დაძლევა რა ამ საშინელი მდგომარეობისგან, უფრო პროგრესი გავაკეთოთ. ტურნირის მთავარი დევიზი არის გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს გახლავთ საერთაშორისო კამპანია, რომლის ინიციატორიც გახლავთ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. წელს ქვიშის რაგბში მონაწილეობას ღებულობენ 6 პროფესიონალი გუნდი და 10 არაპროფესიონალი გუნდი. ჩვენთან ერთად არიან ასევე საქართველოში კამპანიის სახეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ლექსო გუგავა, ნოდა რანდღულაძე და ჩვენ კამპანიას ასევე შემოუერთდნენ უკვე სხვა სპორტსმენები.